რევაზი კამკამიზე გახლავართ 80 წლის. მე რომ მოვედი ამ ეზოში იყო 66 წელი, 67 დაახლოებით ეს. და მაშინ ეს სცენარი სულ ახალგაზრდა გამოიყურებოდა. ძალიან ის კონდეს დაშვებული როკები. ძირს. და ნაყოფიერებაც ბევრი ქონდა და ძალიან საინტერესო სცენარი არის ნაყოფი თვითონ მაგისი. აი რომ გაშინჯოთ ერთხელ მე აღარ გაუშვებთ ხელიდან. ისეთი მიმზიდველი არის. თითქოს აი სუნთქვას გიშვიათებს რა. რო ნახო ერთხელ 2-3 წელი რომ შეჭამოდა. მაგი მაშინვე იგრძნობ რომ აი თავისუფლად სუნთქავ. გადმოცემით კოლია თათრიშვილისგან მახსოვს რომ მისმა დამ მოიტანა და დარგო. ჩარგო და მისი და იყო გეოლოგი, პროფესორი, გპ-ის ლექტორი. ეს არის მე მგონი 1899 წლებში აი ამ დაახლოებით ამ პერიოდში. მაგრამ ერთი თვისება აქვს, აი ყვავილობის დროს თუ სიცივე ან წვიმა მოუსწრებდა მერე ნაკლებად იბავდა ძალიან ბევრი ყვავილი ცვიოდა ძირს. თუ სითბო დაემთხვეოდა და კარგი ამინდი ის ხავდა ფოთოლზე მეტი ნაყოფი ქონდა. კილოებით ახლა მაგას ვინაწონიდა, მაგრამ ეს ვაგებოჭა მაშინ თავის დროზე როცა იყო 20-30 კილოს აიღებდი. აპრილის თვეში ყვავილობს და უკვე სექტემბრის, აგვისტო-სექტემბრის შუა რიცხვებში უკვე იწყებს წვენას. ადრე მოდიოდნენ ახალგაზრდები და მეზობლები, ვისაც აინტერესებდა, თხილზე გემრიელია. ადვილად გახარებადი არის. ნაყოფი როგორც თხილის, ისე რომ ჩამოცვივა და მოხვდება მიწაში, თვითონ იღვიძებს და ამოდის. როგორც ნიგოზი, როგორც თხილი, აი იგივე თვისებები აქვს. ნაყოფი თვითონ იხსნება, მომწიფებული არის, გადაწევდა ნაყოფი. გული პირდაპირ იჭმება. აქ ქვიშა რო ეყარა, რამდენი იყო ამოსული და ესე ვიყებდით იმას თხრიდით და არ ქონდა მაგის ის რომ ეგ დავრგე იმაში სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში. ეხლა იქ რემონტი მიდის, მაგრამ იმ ხის შესახებ არავინ იცოდა, მიწა მოითხოვა იქ მოჭრა. და მოყვა იმაში. ეგ უკვე 5-6 წლის იყო კაცო, მოზრდილი იყო. 5 ცალი დავრგე. და 5-ვე ამოვიდა. მე სურვილი მაქვს, რომ თელ საქართველოში გაშენდეს. საინტერესო ნაყოფი აქვს და თვითონ სცენარი არის ძალიან საინტერესო. ძალიან დიდი იზრდება, აი ხედავთ ახლა თქვენ როგორ არის. ძალიან დიდზე იშლება, როგორც ქოლგა ისი არის რა. ღრმად აქვს ფესვები გამდგარი. აი თვითონ ეტყობა აგერ, აი როგორ აქვს. ფესო წაღებული იქ. ღრმად შიგნი. აი სადაც გავჭერით, აი თქვათ, მილიგინდა რომ გაგვეყვანა. აი იქაც იყო ფესო მისული. ყველას მოუწოდებ რომ დარგონ. და გაახარონ თავიანთი შვილები და შვილიშვილები. ხმოიარე ხდება ის მზის ადგილი. მზე სადაც აცუნებს. იქ უფრო მეტს იბავს, ვინმე ჩლილში. ჩლილი არ უყვარს. ისეთნაირად იბავს ეს კაცო, აი როგორ გითხრათ. ძალიან ხმოიარე არის. ახლა კიდევ ბევრია შიგნში, გასასხლავია, შესაჭრელი, ჩამოსაყრელი. გაახალგაზრდავდება ისე ვისე.